9 მაისს რაც არის დაგეგმილი ევროპის დღესთან დაკავშირებით. ევროპის დღესთან დაკავშირებით. გარდა მუსიკალური ნაწილისა იქნება ასევე სტენდაპი. აჰა. და სტენდაპის ნაწილში, გარდა მუსიკისა, ამ სტენდაპის ნაწილში გაუზიარებენ უბრალოდ სტენდაპერები საკუთარ გამოცდილებას უკანასკნელ წლებში, რაც გქონიათ საქართველოს მიმართებაში, იუმორის მხრიდან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კი, იუმორი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და მე წინაზეც იყვნენ ტალინშიც იყო სტენდაპის ნაწილი და ძალიან ვისიამოვნე სიმართლე მინდა გითხრათ და იმიტომ რომ იუმორით დანახული ის ყველა პრობლემა რაც ძალიან გვაწუხებს ცოტა კიდე სხვანაირად უფრო მარტივი საბრძოლო ხდება რა უფრო მარტივად ხედა მსუბუქდება და ხედა კარგად გზებს რითი შეიძლება ამას ებრძოლა დრამაში არ ვარდებ ხო არ ტრაუში რა იმ უბედურებაში არ გადადის კი ეს არის ისეთი მნიშვნელოვანი და არ უნდა ჩავარდეთ საცოწარკვეთაში ყველას ამას ვეუბნები ღიმილით შევხვდეთ აპოკალიფსურ ამბებსაც ხო შევამსუბუქოთ იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში უკვე ხელშესახები ხდება ის პრობლემა რა და რაც უფრო დრამაში გადავიზრდები და დეპრესიაში მით უფრო გშორდება და მით უფრო შეუხებელი ხდება და უძლურებთ ხდება დეზორიენტაცია გვაქვს მუსიკალურ ნაწილში ცოტა უფრო ვასევდიანებთ ხოლმე მაგრამ ვცდილობთ რომ რაღაც ზღვარი დავიცვათ კარგი იუმორის მერე არა უშავს კი კარგი იუმორის მერე კი და სხვათა შორის ახასიათებთ ახლა ლევანი იყო ტალინში ჩემთან ერთად ლაუდაძე და მასაც და ჩვენც რაღაცები იქვე ისე მოხდა რა იუმორში გადაიზარდა ცოტა ჩვენი გამოსვლებიც მუსიკალური ნაწილიც იუმორში გადაიზარდა ხო და რაც ყველაზე მთავარია ხედავთ ამას ინტერესს სურვილს და როგორ შეიძლება მიკას ნამღერზე და ლევანის ნამღერზე არ მოუნდეს მოსვლა იქ სხვათა შორის არ იყვნენ მხოლოდ ქართველები ტალინში იყო რამდენიმე ასე ვთქვათ უცხოელი სტუდენტური ქალაქია ტარტუ და რამდენიმე უცხოელიც იყო მოსული მათ მოსასმენად ხო საინტერესოა ძალიან საინტერესო იყო ისენით საუბარი. კი, საკუთარ თავზე რო ვილაპარაკო, ძალიან საინტერესო იყო, ასევე პანელური დისკუსიები, რომელზეც მე ძალიან იშვიათად მოუხვედრილ ვარ, სიმართლე რო თქვა, მაგრამ ამ ორგანიზაციის ჩატარებულ ღონისძიებებზე მოვხვდი რამდენჯერმე და გარდა იმისა, რომ ჩემთვის საინტერესო იყო, ძალიან დიდი ინტერესი იყო თვითონ დამსწრე საზოგადოებიდან. ისეთი საინტერესო კითხვა-პასუხებს შევესწარი, რომ შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი რამე ვისწავლე, იმიტომ რომ რა ძალიან ტერმინოლოგია არ მცოდნია რაღაცებთან დაკავშირებით, რაღაცებთან დაკავშირებით. რა სახებოდა ხოლმე კითხვები, რა არის მათი ინტერესი? აი, მაგალითად, ერთ-ერთი საინტერესო თემა იყო, რაც ახლა მახსენდება უბრალოდ, digital literacy, რომლის მიმართულებითაც ლაპარაკობდნენ თვითონ იქაურმა სტუდენტებმა ილაპარაკეს, რომ ამ მიმართულებით არის ძალიან გასაძლიერებელი ამ მიმართულებით ბრძოლა რა და მე არ ვიცოდი საერთოდ digital literacy ნუ ინგლისური ვიცი და მივხვდი რაზეც იყო საუბარი, მაგრამ ეს ტიმი თუ არსებობდა არ ვიცოდი და რო დავფიქრდი მე მივხვდი რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია რომ ლაპარაკობთ სოციმედიაზე ლაპარაკობთ ამ სოციმედიაში რაზე შეიძლება ისაუბრო ვიდეოებს წერთ სტატუსებს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის digital literacy-ს შემადგენელი ნაწილი და digital literacy ეხლა შეიძლება საუკეთესოდ ვერ ვაგწერო, მაგრამ digital literacy-ს მიმართულებით შეიძლება ისეთი ღირებული რაღაცეები მივიღოთ, რაც მომავალ თაობებს გამოადგებათ რა. ანუ რაღაცა კვოტა შეიქმნას ერთგვარი, რომ აი ეს რაღაცეები ნიშნავს აი ამას. ეს რაღაცეები ნიშნავს აი ამას. ეხლა ცოტა ძალიან ცუდად ავხსენი დარწმუნებული ვარ არა, იცის რომ კლას მაგრამ ეგ ზუსტად ეგ მესიამოვნა, რომ რაღაცა რაზეც საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა, იმას ვეზიარე რა და იქ დარწმუნებული ვარ, რომ ჩემთან ერთად სხვებიც იყვნენ, ვისაც არ ქონდა წარმოდგენა და ვიღაცებს ქონდათ. ასევე სხვა მიმართულებით თემატიკასაც საუბრებმა გამოიწვია ზუსტად ის, რომ დამთავრდა შეხვედრა, მომინდა კითხვები დამესვა და დავინახე იქაც, რომ სხვებსაც მოუნდათ, რომ ერთმანეთთან კითხვები დაეს. უი, შენ რომ ეს თქვი. ამას რომ გულისხმობდი, აი ეს აქამდე საერთოდ არ წარმომედგინა, რა საინტერესოა და საერთოდ ახალი დიალოგები და პოლემიკები გამოიწვია. და დარწმუნებულია, რომ წამოვედით იქედან, ეს დიალოგები და პოლემიკები იქ დარჩა და გაგრძელდა ამაზე საუბარი. ეს არის ხიდები. და განათლების თემას გავაგრძელებთ ჩვენთანაც იქ ვიღაცას რო არ ეკონოს, მარტო ჭამასმა და პურის ცხობა არ გიხსენებიათ არც ჭამა, არც პურის ცხობა. ან თან როგორ არის იცით?
თამაშით თან და ეს მოგზაურობით და ამ ჩურჩხელების პარალელურად თან ისტორიასაც ვაცნობთ თან ბავშვებს, არქიტექტურასაც, იქ რაღაცა ბუნება, გეოლოგია, იმიტომ რომ ამ ქვეყანას ამოუწურავი ტრადიციები აქვს ევროპასთან კავშირი. ჭამასმაშიც მინდა გითხრათ, რომ ნუაკლინებ. კი, არანაირად. იმიტომ რომ მე ცალკე ფილოსოფია. კი, და ძალიან მნიშვნელოვანი არის კიდე ის, რომ ამ ბავშვებმაც იცოდნენ, რომ ეს ევროპასთან კავშირი ჩვენ საიდანღაციდან არ მოგვითრევია ყურით, რომ მთელი ცხოვრება რაც არსებობს ეს ქვეყანა ამ ტერიტორიაზე და ჩვენი ეროვნული იდენტობა არსებობს, სულ ყოველთვის ვიყავით ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და ადამიანები არსებობენ, თუნდაც ნიკო ნიკოლაძე, მიყვარს ეს ნიკო ნიკოლაძე და რა ვქნა და ამიტომ გვაქვს აი ესე ნიკო ნიკოლაძის ყვალივითაც გვაქვს ესე აწყობილი თბილისი, დიდი ჯიხაიში, ფოთი, მოუყვებით იქ ქუთაისი, მედეა და არგონავტები, ანუ ყველაფერს ვახსენებთ, რამაც შეიძლება ბმა ამ ბავშვებში რაღაცნაირად გონებაში დაელექოთ, რომ აი ჩვენ ვართ ამ ცივილიზაციის ნაწილი, ყოველთვის ვიყავით და არასდროს არ გქონია წყვეტა ჩვენგან დამოკიდებული მიზეზების გამო. და ერთი ცებით ამას გავაგრძელებ. ეხლა გამახსენდა, რომ ტალინში მოხდა ეგ, რომ უნივერსიტეტში ერთ-ერთმა იქაურმა დიასპორის წარმომადგენელმა წარადგინა თავისი პრეზენტაცია, რომელიც იყო ტარტუს უნივერსიტეტში განათლება მიღებული ქართველების შესახებ, რომლებიც წინა საუკუნეებიდან იღებენ სათავეს და ჩვენ მე რო ვიჯექი, რომელიც ფიქრობდა, რომ მაინც მარტო მე არა, მაგრამ ზოგადად ესე იუმორით შევხედავ ამ ამბავს, რომ ქართველები მაინც საუკეთესო ერი არ ვართ რა, რაღაცები გამოგდის, მაგრამ ყველაფერი არა, ძალიან დიდი ენერგია და ძალა მომცა იმისი, რომ ვერას ვერ წარმოვიდგენდი, რომ ვიღაც აქედან წავიდა ტარტუში, რომ ესწავლა 1800 რომელიღაცა წელს და თუ სწორად მახსოვს შეიძლება ვცდები, მაგრამ ეგეთი უცნაური რაღაცა მომიყვა, რომ კითხულობდა სტიპენდიის გადამხდელებს, ვიღაცები ვინც სტიპენდიას უხდიდნენ საქართველოდან იქ განათლების მისაღებად ჩასულ ქართველებს, ლუკა რაზიკაშვილი თუ სწორად თუ მეშლება საბჭოს წევრი იყო, კი, საბჭოს წევრი იყო და სხვათა შორის ტარტუს უნივერსიტეტის ეზოში არის ანუ ფოტოები მათ შორის, ანუ ერთ-ერთზე მეთქი როგორ გავს ქართველს და ანუ საოცარი აღმოჩენა იყო მართლა და სხვათა შორის ჩვენ აი თუნდაც 9 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით ჩვენ ადგილობრივ პარტნიორებს ვეძებთ ხოლმე ყოველთვის, ახლაც ბრიუსელში Promote Georgia არის ჩვენი ადგილობრივი პარტნიორი. ისინი აორგანიზებენ პანელური დისკუსიის ნაწილში, ასე ვთქვათ, ბრიუსელის ნაწილს და ეს არის ხოლმე ძალიან საინტერესო და ეს ხიდების ნაწილიც ხოლმე ეს არის ზუსტად ან ჩვენ ბევრი რამე აღმოვაჩინეთ იქ, ძალიან ბევრი წერილები, მათ შორის ასევე სტუდენტების, რომლებსაც რიცხავდნენ უნივერსიტეტიდან დასჯილები, რომლებიც იყვნენ და მოკლედ ეს ექსკურსიაზეც ვიყავით იმ ადგილას, სადაც ჯიდნენ ან ამ რაღაცა